ძველი ფულია. მე ხაიდება უჭველი ძველი ლარიანები და ორლარიანებიც როა, ხო ალბათ. ყურებ. აუ რამდენია? ნიცა, ეს 100% არის შენი. გაიგე? შენ რო დაიბადე, იმ დღეს დავიწყე ამის მოგროვება. რამდენი წლის ხარ? 9 წელი, значит 9 წელი ხო? 6 და პლუს 9 რა. არა, 6 წელი, 9 წელი ხო, ზუსტად მასე გამოდის დაახლოებით ესე 10 წელი ხო? ნიცა, მეორე iPhone 17-ის მოგივა მეგონი. ნიცა. ნიცა, აი ეს ფული არის მხოლოდ და მხოლოდ შენი და რაც გინდა ის იყიდე, დათო. მოდი ნიცა. ორე ლამბორჯინი, დათო მოდი ჩაღარე. ფერარი. აუ რა ხმა აქვს. სახში დავთვალოთ ნიც. 10 წლის მოგროვებული თანხა. ახლა რა მინდა გითხრათ? რა მინდა გითხრათ და რა მინდა მოსახლეობას უთხრა? რა მინდა ამ ჩვენ სტუდენტებს უთხრა? რა მინდა მოსახლეობას და ახალგაზრდობას რა მინდა უთხრა? ვისთვის ცხოვრობ ჩვენ? ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შვილები კარგად იყვნენ. მაგრამ შვილებმა დედის, მამის, ბებიისა და ბაბუის შრომა უნდა შეაფასონ. ჩვენ რას ვითხოვთ? ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთს ვითხოვთ, რომ ჩვენ რა გზაც გავიარეთ და ძალიან რთულად რომ გავიარეთ, ეს რთული გზა თქვენ არ გაიაროთ და თქვენ არ გაივლით თუ მიიღებთ განათლებას. დამიჯერეთ, განათლებაზე უკეთესი არაფერი არ არის. მე ჩემს შვილიშვილებს ვთხოვე, რომ მიიღოთ უმაღლესი განათლება. და ამაში მე ყველანაირად ხელს შეუწყობდი და ავიღოთ ახლა ნიცა, რომ გეუბნებით, რომ აუცილებელია ინგლისური, რუსული, ჩინური, კომპიუტერის ცოდნა, ხო ხედავ, პედაგოგი ვიძის აქ. დღეს ნიცამ 9 წლის ნიცამ ინგლისური იცის უმაღლეს დონეზე. და ამ გოგოებმა რომ იციან და იციან, ამაში ეჭვი არ მეპარება და მეხმარებიან. განათლებაზე უკეთესი არაფერი არ არის და დააფინანსეთ რაც შეგიძლია იმით და მინდა შვილიშვილებს მომავალ თაობას ვთხოვო, რომ დღეს მიიღონ განათლება. აი, ნიცას ცხოვრებაში არასდროს არაფერი იმიტომ არ გაუჭირდება და არც ამ გოგოებს, რომ თვითონ უკვე ნატუკა არის, რამდენი წლის ხარ ნატუკა? 22 წლის არის და